10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ერთი ფიგურა ევროპის პოლიტიკურ ლანდშაფტზე უძრავ მონოლითად იდგა. ვიქტორ ორბანმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა და ილიბერალური დემოკრატიის არქიტექტორმა შექმნა სისტემა, რომელიც იმდენად მკაცრად იყო კონტროლირებადი და ზეწოლისადმი მდგრადი, რომ ის პოლიტიკური კრიზისებისადმი შეუდრეკელი ჩანდა. მან დაიმორჩილა სახელმწიფო, მედია და ეკონომიკა, რითაც უნგრეთი გადააქცია იმ ადრასაც ბევრი რკინის ტყავის სისტემას უწოდებდა. 15 წლის განმავლობაში ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ვერაფერი შეარყევდა მის მმართველობის საფუძვლებს. აქამდე ჩვენს თვალწინ ეს ერთი შეხედვით ურღვევი ბასტიონი ბზარებს იჩენს. ათწლეულების უდავო დომინირების შემდეგ ფიდესის ერა შესაძლოა საბოლოო დასასრულს უახლოვდებოდეს. პირველი ბზარი ორბანის სისტემის შიგნიდან გაჩნდა. ადამიანისგან, რომელიც ოდესღაც მის გვერდში იდგა. ეს კაცი პეტერ მადიარია, ოდესღაც ერთგული ინსაიდერი, ახლა კი ორბანის ყველაზე სასტიკი მეტოქე. ერთ წელზე ცოტა მეტ ხანში მადიარი მილიონობით უნგრელისთვის იმედის სიმბოლოდ იქცა. მისმა მოძრაობა ტისამ ქვეყნის პოლიტიკური სცენა ძლიერად შეარყია და 18 წლის შემდეგ პირველად ფიდესი გამოკითხვებში ლიდერობიდან ჩამოაგდო. ორბანის დიდი ხნის სტრატეგია, ევროკავშირის მიმართ დაუმორჩილებლობა, უკრაინაში ომის ფონზე სულ უფრო პრორუსული პოზიცია და წლების განმავლობაში ეკონომიკური არასწორი მენეჯმენტი ტვირთად იქცა, რომლის ტარებაც ბევრ უნგრელს აღარ სურს. ჩვენს თვალწინ ისტორიული გარდამტეხი მომენტი ვითარდება. მომენტი, რომელმაც შეიძლება არა მხოლოდ უნგრეთ, არამედ მთელი რეგიონი შეცვალოს.